სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალი დრიდან გულითადი სალამი, პატივისცემა და სიყვარული. დღეს აგალები, ფაშები, ლომები და ვეფხვები ჩემთან მოვიყვანე. შეხედეთ ამ სილამაზეებს. ჩვენი კანკორსო ბანდა დღითი დღე იზრდება. მართლა. ჩვენი საქმე სიტყვებში კი არა, მოქმედებაშია. მართლა კანკორსოს ბანდა შევქმენით. როტვეილერის ბანდა შევქმენით? მართლა მეგობრებო, ჩვენს ფერმაში ახლად მოსული პატარები ყველა ძალიან მაგრები არიან. ეხლა მთელი ბრძოლა იმაშია, რომ ესენი შევარიგოთ, იცით? ყოველდღე ვცდილობ, რომ ყველა ერთად სოციალიზირდეს, ყველა ერთად იაროს, რომ ასე მშვიდად უყუროთ, როგორ თამაშობენ. ეს წარწერაც აქ დავკიდე. ნახე, აი ეს ფაისალი, ხო იცი? ნახე, მალე იმ ფაისალს ფეხს გამოვაცლი. ერთი ფაისალი, ერთი ბონჯუკი. ეს ხო იცით, იქ თხებთან კიდია. ბონჯუკი ამას ქვემოთ ჩამოყავს. ფაისალი ამას ქვემოთ ჩამოყავს. თუ აქ არ იქნება, ავიღებ და აქ დავდებ. ისიც ტალახიანი გახდა, ცოტა გავასუფთავებ, კუთხეებიდანაც დავაბამ. როგორია, აქ არ მოუხდა? ნახე, შეიძლება უკვე 10 წელია ვიდეოებს ვილებ. ამ 10 წლის განმავლობაში ჩემი სლოგანი რა იყო? ვინც უყურებს იცის, ძაღლს კი არა, შვილისნაირად ვზრდით. ეს სიტყვები უბრალოდ სათქმელად არ მაქვს, მართლა ჩემი შვილია. და ამ საკითხში თურქეთში თავდაბალი ვერ ვიქნები ძმაო. არის დრო, როცა თავდაბალი ვარ და არის დრო, როცა არ ვარ. ჩემსავით ამ არსებებს უპირობოდ და უსაზღვროდ რომ შეიყვარებს, სხვა ადამიანი არ მინახავს და ამსმენია, მეგობრებო. მართლა ყველა მათგანი ჩემთვის შვილია, შვილი. ამ სიყვარულის გადაცემას ყოველთვის თქვენთვისაც ვცდილობ, იცით? ზოგი კომენტარებში კითხულობს, იქ ცხოვრობო. რატომ მოდის ასეთი კითხვა, ეგეც არ მესმის, მეგობრებო. დიახ, აქ ცხოვრობ, ფერმაში ვცხოვრობ. ჩვენ შვილებთან ერთად ცხოვრობთ, მათთან ბედნიერები და მშვიდად ვართ. ადამიანებთან ახლოს ყოფნას კი არ ვამჯობინებთ. ყალბ მეგობრობასა და მოჩვენებით გულითადობას კი არ ვამჯობინებთ. მათი სუფთა სიყვარულითა და გულწრფელობით ბედნიერი ვარ, მეგობრებო. აქ სიმშვიდეს გრძნობ. ქალაქშიც ჰქონდა სახლი, მაგრამ იქაურობა დავხურე. ბინაში ვერ ვისვენებდით, უკვე რამდენიმე თვე აქ ვარ. შვილებთან ერთად მშვიდად ვარ. ეხლა ნახეთ, დღეს თემა რა არის? იცით, ბოლოს ახალი როტვაილერები ჩამოვიდნენ, მათთან ესეთი პრობლემა შეგვექმნა, გიჟები მიტევენ. ფლობელები რო წავიდნენ, მას შემდეგ. ამის შემდეგ დღეს კანკორსოს ბანდას გამოვუშვებ. კარლოს, ჰექტორს და სხვებს ყველას გარეთ გამოვუშვებთ, ბიჭებს დილის ვარჯიშს ჩავატარებ, ეს მიდოდა თქვენთვის მეჩვენებინა. როტვეილერებს ცოტათი შევეცდებით შევეჩვიოთ, თქვენგან თხოვნა მაქვს, მანამდე გთხოვთ, არ გამიტეხოთ გული. თუ ამ ვიდეოს მოიწონებთ, გამოიწერთ არხს და კომენტარს დაწეთ, ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან ძვირფასია. გთხოვთ, არ გამიტეხოთ გული. ვაიმე შვილო, რა ლამაზი გოგო ხარ. მოდი ამათთან დავჯდე ვნახოთ. სად არიან ჩემი ლამაზები? სად არიან ჩემი სიყვარულები? ჩემი ლამაზი გოგო. იცით, ნორას ლეკვი ავადაა. კურნალობას ვაგრძელეთ, ყველაფერს ვაკეთებთ, ყოველდღე ვეტერინართა ვართ. შრატები, წამლები, რაც საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებ, მეგობრებო. ჩვენი ლეკვის მდგომარეობა უფრო სტაბილურია. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, გამოჯამრთელდება თუ არა. ღმერთის იმედი არ უნდა დაკარგო, ისიც მალე გაჩვენებთ. ჩემი გოგონები ჩემთან არიან. ჰე, ჩემო ბავშვებო, ზეინა რას აკეთებ? ჩემო გოგონებო, მააშალა თქვენზე. ხედავ, ესენი ყველა ჩემი ძმაკაცებია. როგორ უყვარვარ, გენაცვალეთ. ერთხელ ვაკოცო. ხო, აბა, ვინ არად, ვინ? გადაირე, გიჟი. ულა დედე, სათხარ შვილო შენ? ბაბუა ვერ ვნახეთ, დავსხდა გული, კითხეთ, სად არის ბაბუა? ჰა? კითხეთ, სად არის მუზურ დედე? შეულებრივ, დედე ვიდეოს დაწყებისას უნდა დამახტებოდა. სად არის დედე, ეს დედე? დედე და ქარაბაში აქ დავაკენე, მეგობრებო. მათ დავკეთე, ცოტა ხანში კარნოს და სხვებს გამოვუშვებ. ეს ლომები აქ დარჩნენ, აქედან არ გაიქცეთ, კარგი ბიჭო? მოიცა ხა ნახე, ეს გალიები ჩვენ გავაკეთეთ. კარგი, ლამაზია, მაგრამ ამ საქმეს ზამთარიც აქვს. იცით, გასულ ზამთარში ეს გალიები ყველა ტალახში იყო. ამის შემდეგ ქვები ჩავყარე ძირში, მაგრამ ცუდად გამოჩნდა, რადგან ცხვილი ქვები ვიყიდეთ. ამჯერად დიდი ალბათობით ქვიშას ვიკიდით. ამ გარეთ გაკეთებული გალიების იატაკზე ქვიშას დავკრი, მეგობრებო. ეხლა ნახეთ, რამდენიმე დღის წინ საღამოს ვიდეოშიც ეს ადგილი აგიხსენით. მოდით ისიც გაჩვენოთ. იცით, ბოლოს გითხარით, რომ კატის გალიის ქვეშ დამატებას გავაკეთებდი და გალიას გავაკეთებდი, იკეთებდი. იქაც დავიწყე მუშაობა. ეხლა ესეა, ჩონჩხი ჯერ ბოლომდე არ დამიმფავრებია, მასალა არ მეყვა. კიდე მასალას ვიყიდი. საწყისში აქ ედგალიას ვაპირებდი, მაგრამ ძალიან დიდი გამოვიდა. ანუ 4.5 მეტრის სიგრძე აქვს.
2.5 მეტრით სიგანე აქვს. საკმაოდ დიდი გამოვიდა, მეგობრებო. ამიტომაც მაქვს გეგმა, რომ აქ შუაში ასე ორად გავყო. ფიქრობ, ორი გალია დავაკეთო. იმიტომ რომ ნახეთ, ეს ადვილი რაც ხედავთ, უბრალოდ მოდი აქედან გითხრათ. ის დედეების გალია, ხო იცით, მეგობრებო? იმ გალიის გაკეთება 11,000 ლირა დამიჯდა, იცით? 11,000 ლირა. თანაც სამუშაოს მე თვითონ ვაკეთებდი 11,000. ეხლა ნახეთ, ეს ადგილი დაგვიჯდება 20,000, 22,000 ლირა. იმ ადგილის ორჯერ მეტი. თითქმის ასეა, მასალა ძალიან ძვირია, თან სამუშაოს თვითონ აკეთებ. ადამიანი რო ავიყვანო, წინა კვირას ვიღაცამ კომენტარებში დაწერა, რომ სავარჯიშო სივრცე გავაკეთე. თქვა, რომ საქმე პროფესიონალისტვის ან ოსტატისთვის რომ მიგენდოთ, რა თქმა უნდა, თქმა ადვილია, მართალია, სწორად ამბობს, მაგრამ მეგობრებო, მე რომ იქ ოსტატი მოვიყვანო, ამ მასალაში 20 მილიარდი დამიჯდა, ხელობაშიც 20 მილიარდი წავა. ანუ ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლოს და ბოლოს ხარჯია. რაც გვაქვს, იმ შესაძლებლობებით ვცდილობთ საუკეთესო გავაკეთოთ, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგად გამოდის, ძალიან პროფესიონალურ რაღაცას ნუელით. ნენელა ვაკეთებ, ძმაო, მეც ეხლა ხან დავიწყე შედუგება. მაგრამ შეგვიძლია ერთი თვალი არ ამომივარდეს. სუპერი იქნება. ეხლა მოდი ძმაო, რაღაცას გავაკეთებთ. რას ვაპირებდით? მოიცა საბელი იქ დაგვრჩა. ტაისონ ბაბა ეზოში დაგვრჩა, ტაისონი უნდა ვიყვანოთ. საბელი ავიღო აქედან? ვა, გოგოებო, რას აკეთებთ? ჰაერის დღე ძალიან ცხელია. ამ ვიდეოს გადავიღებ და მორჩები. ამის შემდეგ შვილებიდან ზოგიერთს საცურაოდ წავიყვან. როგორ ფიქრობთ, ვის წავიყვანო? კომენტარებში გელოდებით, რომელ შვილებთან წავიდეთ, დაწერეთ შესაბამისად, დავგეგმავ და წავიყვან. ეგ არგენტინის ნამდვილი შვილი ერთი გვაჩვენე. ტაისონ ბაბა, გუში შვილო, იცი? დღეში რო წავედით ის ვიდეოები ვნახე. ტაისონ ბაბა, ხო იცი, დღეში იდეალური ძაღლია. ესეთი რამე არ არსებობს. კაცი მთებსა და კლდეებზე ადის. უკვე ამასთან ერთად დღეში ერთი ამბავი დადაგვდა. იმ დროს არ მახსოვს მოგიტევი თუ არა. ეხლა არის ესეთი ადგილი როგორც ფერდობი, მაგრამ ჩვენ საკმაოდ ჩავედით, ნახე? ესეთი ადგილი იყო. თის შიგნით ალბათ 2 კილომეტრი ვიარეთ, თის შიგნით, ციცაბოდ. ეს ის დაქანებული ფერდობიდან ჩამოვარ და ფეხი დაიზიანა, ვეღარ დადის. ჯერ კიდევ ყველაზე ქვემოთ ვართ, ზემოთ უნდა ავიდეთ, გზა ასე მიდის. ვერ დადის, ფეხი კოჭლობს, ბოლოს ტაისონი ზურგზე ავიყვანე. გეფიცებით ფერდობი ასე ციცაბოა, ზურგზე ავიყვანე და იქიდან ციცაბოზე ცოცვა, ცოცვით ავიყვანე. იქიდან ამოსვლა 2 საათი, ნახევარი, 3 საათი დამჭირდა. შეიძლება უფრო მეტიც იყო. იმდენად დავიღალე იმ დღეს, ტაისონ ბაბას რო გადავარჩენდი, რომ ასე არ დამეტოვებინა ვერ აგიხსნი. არც ტელეფონი იჭეს, არც არა. არგენტინის ლომი, გაიგე? ტაისონ ბაბა ძალიან მიყვარს. ტაისონი ჩემთვის ის მართლა ძალიან ძვირფასია, ძალიან კარგი შვილია. ანუ ძალიან მიყვარს ის. მისი ხასიათი, ბუნება, ზნეობა. ყველაფრით იდეალური ბავშვია. ჩვენი მსაჯია, ჩვენი მსაჯი. მოდი ტაისონ ბაბა, მოდი. ეხლა შენ ერთ სამშობია რო ბოქსში შედიყვანოთ. არ ეს ბაბაც აქ იყო. ისიც ჩავკეტე, მეგობრებო. რადგან როცა მამრ ძაღლს გამოვიყვან, ეხლა ჩემი ყველა მამრი აგრესიულია. იცით? და რა ხდება ამჯერად? როცა მათ გამოვიყვანთ, სხვა მამრები უნდა შევაგროვოთ, რომ ჩხუბი და ქაოსი არ მოხდეს. ზოგადად ჩვენი მდედრები ერთმანეთს უგებენ. ამის შემდეგ ცოტა მამრებზეც მეტი ყურადღება უნდა მივაქციო. პუსად, რა ხდება, ბიჭო? ცელკი პუსად. ძალიან ცუდად მოხდა, ნახე. ტაისონი რას ამბობს, ბიჭო ეს? შვილო, რას ამბობს ეს? კაროლინ ჭკვიანად იყავი. კაროლინის ტაისონს თავს აჯახებს, გიჟია. კარგი, პუსად. ეხლა მარაზის შევიყვანეთ ცოტა ხნის წინ, მარაზის დავკეტოთ. ერთი წუთი მარას. ტაისონიც მარას უღრენს. მარა ცოტა მოშორდი შვილო, მიდი აბა. ცოტა მოშორდი. არა შვილო, მიდი აბა. დაიცადე. გამოდი იქიდან. გადადი ტაისონ. კარგი, პუსად დამშვიდდი. ძმაო, პუსადი გაგიჟდა. პუსადი ძალიან აგრესიული ძაღლი გახდა. ყველას ეჭყუბება, მაგრამ პუსადს დიდი ალბათობით უკან გადავიყვან. ძალიან ყებს წინ, მეგობრებო. საშინლად ყებს. ეხლა მოდი როტვეილერებს შევხედოთ. მოდით ნახოთ რა უქნიათ. დილიცაც ხალი არ იყო.
ვოლიერების გარეცხვა ისე ვერ შევძელი. ველოდები, როდის აივსება წყალი, ძალიან ნელა მოდის, მეგობრებო. მხოლოდ საღამომდე თუ აივსება. დღეს გალის გარეცხვაც დაგვრჩა. აი ზაფხულში წყლის უკმარისობა, ჭკუიდან შლის. ნახოთ, ეხა როტოეილერები დამესხმებიან თუ არა, მოდი. აუ, სად არიან ჩემი ლომები? სად არიან ჩემი ლამაზები? სად არიან ჩემი შვილები, მოდი. დაჯა, მოდი, დაჯა. დაჯა, მოდი შვილო, მოდი. მოდი. რასაკეთებ შვილო? რასაკეთებ შემი ლამაზი, რასაკეთებ შემი ლომი, მაშალა თქვენზე. მოდი ერთი მოვეფერო მათ, მოდი. ეხა ნახე. მათვის იქ ერთი კარავი დავდგი. ჩდილი რო იყოს, ეხა მისი ქვეში ჩდილია. მოსვლის შემდეგ არც კი შევხები ვარ მათ. აქ ადგილი კარგი აქვთ, აქ დგანან, მათი პატრონები წავიდნენ. ის დაჯა სულ მიტევდა თავს. ეხლა ვიდეოში არ აკეთებს ამას. უახლოვდები და იწყებს ხეფას. და იწყებს ხეფას. მამრი მისგან ღიზიანდება, მამრიც მიტევს თავს. იცით, ის კარავი ძლივს დავდგი. ამათგან არც კი შემიხედავს, ასეთი ვიყავი. არც შევხები ვარ, არც მისაუბრია. რო გავინძრეოდი, მაშინვე მიტევდნენ თავს. შორს დგებოდი სულ. ასე დავაბი კარავი. ამჟამად ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩვენ შეგვეჩვიონ. ცოტა ხანი დაგჭირდება, რომ ჩვენ შეგვეჩვიონ. რადგან როტვეილერები რთულად შესაგუებელი ძაღლები არიან, თუმცა იცით, ყველა ასეთი არ არის. მარია რო ავიყვანეთ, მაშინვე შეეჩვია. ალექსი, ბელა. ამის შემდეგ მარლაც უკვე დიდი ავიყვანე. 10 თვის იყო. ისიც შეეჩვია. აი ეს შეეჩვია, მაგრამ ესენი ცოტა უცნაურები არიან. მამრი ჭკვიანია, მაგრამ დედალი აკეზებს ძმაო. დედალი აკეზებს და ისიც აღიგზნება. მოდი შვილო. მოდი ნახე. მოდი. ნახე ხა ძაღლები ჩემთან არიან, არაფერი უთქვამთ. როცა მარტო ნოვდივარ, მაშინ თავს მესხმიან ძმაო. ასეთი ცუდი ხასიათი აქვს. სინამდვილეში თავიდანვე უნდა გაგვეყო ისინი. ეს ორი ერთმანეთზე რეაგირებს. ამ საკითხში შეცდომა დავუშვით. გუშინაც ინსტაგრამზე ვკითხე რა გავაკეთო მეთქი. ზოგიერთმა დაწერა რომ ძაღლები უნდა გავყო. ძაღლები რო თავს მესხმიან, როგორ გავყო ისინი? ხელის გაწვდენას და საკელურის გაკეთებას რო ვცდილობ, ნახეთ, ცოტა ხანში ვცდი და ნახავთ როგორ მიტევენ თავს. ამიტომ ვერ ვენდობი მათ ძალიან. ჩემი გოგოები არიან. მაშალა თქვენ. მართლა ეხლა ჩამოყვანილი როტვაილერები შესანიშნავი ხარისხის არიან, მეგობრებო. ორივე თურქეთის ჩემპიონია. მათი ბაბუები რამდენ ქვეყანაში ჩემპიონები გახდნენ. შესანიშნავი შთამომავლები არიან. ინშალა ჩვენს ფერმაში წარმატებას მოგვიტანენ. ეხლა მოდით ნახეთ. წავიდეთ ვოლიერებთან, ჯერ კარდოსი გავუშვათ. შემდეგ ცოტა ხანს ჰექტორ ბაბას გავუშვებთ. კანეკორსოს ბანდა შევკრიბოთ. როტვეილერებსაც გავუშვებ. კანეკორსოს და როტვეილერებს ერთად შევკრიბო. ეხლა ნახე. კანეკორსოები ცოტა უფრო ბავშვებივით არიან. ანუ როგორ გითხრათ, თამაშობენ. როტვეილერებს უფრო მკაცრი ხასიათი აქვთ. ეხლა როტვეილერების ერთად შეთანხმება როგორ ჯოგი რთულია. კანეკორსოები უფრო ადვილად ვიად, მაგრამ როტვეილერები მკაცრები არიან ძმაო. ულან ჰექტორ ბაბა, ულან მარლა, ულან ჰარლი. ჩემო ლომებო, რასაკეთებთ? ასია, ესკობარე, ანადოლუს ლომებო, მაშალა თქვენ. შვილო, ესენი ცოტა იარო და თქვენს გაგიშვოთ, კარგი? ეხლა ჰარლეი გავუშვოთ. ჰარლეი დიდი ხანი არ გინახავთ, ნახეთ როგორ შეიცვალა. როცა პირველად მოვიდა, ისიც ძალიან თავდაჯერებული არ იყო. ეშინოდა, კუცი კეცავდა და გარბოდა. ეხლა ცოტა დააკვირდით მას. სად არის ჰარლი? ეხლა ჰარლი მათ გაესწროს. ჰექტორ ბაბა გაგიშვა შვილო შენც. იტალიელი აიგირი. მაშალა ჩემ შვილს. მარლაც გავუშვოთ. მოდი კრალიჩი. მეც გეპიცები, შენზე ვგიჟდები. სად არის ჩემი ლამაზი გოგო? სად არის ჩემი ლომი გოგო? ძველი თაობის კრალიჩი ხარ ჩემო. ეხლა ეზოს ხარ ჯერია. ეი კარლოს, მარდალი კარლოს. დაიცადე. გუში საღამოს, ეს ალექსი გავუშვე. რისკზე წავედი, იცით? მიფიქრე მოდი ამას გავუშვებ მეთქი. პირდაპირ ეზოში გავუშვი, საერთოდ არ დამიყვანია საბელით ან რამით. რაღაც მომენტში გონება დამებინდა, ვიფიქრე, მოდი გავუშვებ მეთქი. იარა, 15-20 წუთი ირბინა, ითამაშა. მერე უცებ წავიდა. ვის დაესხა? ნორასკენ მივარდა, უცებ მოვაშორე. პირდაპირ მივარდა. გაიქცა, პირდაპირ. მაშინვე ჩავერია, ერთმანეთს ვერავნდეს. პირველ 15-20 წუთში არაფერი ხდებოდა.
თუ გინდათ ამისთვის სპეციალურ ვიდეოს გავაკეთებ, გუშინ ცადე, ოდინის და ბელას ვერდიგვერ დავაყენე. კარგი. ალექს, არა არიხვირო. ქალბატონი ბელამ ზუნავს, ოდინთან დავაწყვილე, მეგობრებო. ამიტომ ოდინიც და ის ერთად არიან. ო딘 ბაბა, როგორც იცით, გენეალოგიისა, შესანიშნავი ხარისხის შვილია. კარიზმისა და ხარისხის ნამდვილი განსახიერებაა. დგომა, ფიზიკა, სიმაღლე, აღნაგობა, თავისქალა, ყველაფრით უმაღლესი ხარისხის ძაღლია. ჩემი ლომია. ქალბატონ ბელასთან ერთად მას გადავიდეთ. ღმერთი თუ ინებერს, მათი ერთ-ერთ ლეგვს დავიტოვებთ და მინდა ახლად მოსულ მამ როტვაილერსაც გავაცნო იგი. თუ ასეთ ვიდეოსაც გინდათ, ამ ვიდეოს 6000 მოწონება უნდა დააგროვოს და გავაკეთეთ. ეხლა ჩემო გოგო, დორა, მოდი შვილო. დორა, მოდი, დორა, მსუქანა, დორა, რასაკეთებ, დორა? დორა ირბინე. დორაც გაისეირნოს. კიდევ ვინმე ყავს, ვისაც გავუშვოთ? აქ წარიელია. რეინა. შვილო, გაგიშვა ამათ შორის. ჩხუბი ატყდება, ხო? ასილი. ასილი გავუშვოთ, მოდი აბა, ასილი. ასილის ბოლოს. სად არის? კარლოსთან და ჰექტორთან შევაჯვარეთ, იცით? ჯერ კიდევ არანაირი ნიშანი არ არის. ღმერთმა ინებოს, იმედია მალე მისგან ლეკვებს მივიღებთ. ასილი. მაშალლაში. ასილის თავისი სახელის ვერსია, ნახე? კანე კორსოების ბეწვი ყოველთვის უბწყინავს. აი როტვეილერების ბეწვი, ნახე? ასე ბინძურდება, მეგობრებო. აი ესე ბინძურდება, თითქოს თეთრია. რატო ხდება ასე, ვერ გავიგე. ბოლოს და ბოლოს ყველა ერთსა და იმავე საჭმელს ჭამს, ყველა ერთსა და იმავე ადგილას რჩება. როტვეილერების ბეწვზე ესეთი ქერწლი ჩნდება. მარია ძმა სულ ფსიქოპატი გახდა, გოგო ცოტა დამშვიდდი გთხოვ. ობონდ არ იჩხუბოს. ნახე ეხლა ჩვენს ეზოში ისეთი ზუკანე კორსო არ არის, ვინც ვერ ეწყობა. ხო არა? არა, მართლა. მარტო ჰექტორს და კარლოს ვაცალკევთ, მარტო ისინი არ ყავს ერთად. მოდი კარლოსიც გამოვიყვანოთ. კარლოსი გიჟის გუშინ საღამოს გაუშვი, წავიდა და ალას დაესხა თავს. ეხლა ალაც ბაღში რჩება. ასი. კარლოს, ზათხარ კარლოს. იტალიელი მარდალი. მოდი შვილო, მოდი. ასიე გარეთა, ასიე რა პაწაწინა. ასიეს მეცახა ზამიერიდან ფირფირად ვამკვიდრებ, მეგობრებო. მას ფირფირ ასიეს დაუძახებ, ბეწვი და ეგეთები. მისი შვა ძალიან სასაცილოა. კარლოს, მოდი შვილო. გადადი აბა ლომო. ინშალლა ჩხუბი არ დაიწყება. აბა, მშვიდად დავაკვირდეთ. ჩვენს ლომებს, ჩვენს ვეფხვებს. მაშალა შენზე, კარლოს ბაბა, როგორ მოიხოდა? კარგი ალექს, დამშვიდი. მოდი ეს პატარები ამ ვოლიერებს ცოტა მოვაშოროთ. კარლოს. მოდი აქ ბიჭო. მოდი აქ, ბიჭო. მოდი, მოგეფერები. მოდი, მოგეფერები, დიდი კაცი. დიდი კაცი ჰარცი ჰარლისთან როგორ თამაშობს. დიდი კაცი კარლოსი. მოდი. ინშალლა გარეთის ზაღლი არ დაფჩენია, ვისაც შეიძლება ეჩხუბოს. არ ამგონია ყველა შევიყვანეთ. ეხლა კარლოსმა მამამ ერთ ადგილას მოშარდოს, ყველგან მოავლოს, მეგობრებო. ავტორიტეტი დააფიქსიროს, ნახოთ რა ხდება. კარლოს, ზღვაზე წავიდე ჩვილო. წინა ჯერზე ამ უსინდისო კარლოსი ზღვაზე წავიყვანე და იქ სულ გამაწამა. ნორმალურად არ ჩერდება? მოდი ბალახებთან წავიყვანოთ. მოიცა ერთი წუთით, მოიცა. ეხა აპოლონებს დაესხმება თავს. კარლოს, მოდი აქ, იქ ნუ გაეკარები. მოდი აქ. მოდი შვილო, მოდი. ახალ ტაისონთან გაგაცნო, მოდი. კარლოს ბაბაოლე. სად არის ჩემი ლომი? დაიცადე, ის მალე აქ მოვა, ჩუმად. ტაისონ ბაბა. ეხლა შენ ჩვენს ხაზს გაგაცნობ, კარგი, მოიცა, ნახოთ. კარლოს, ნახე, ახალ როც გაგაცნობ, მოდი. მოდი, კარლოს. რამდენი ზაღლი ყავს გვერდით? 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11. მაშალა. მეტი ზაღლით შემეძლო გამომეშვა, მაგრამ ერთმანეთთან შეთავსებულიები გამოვიყვანე, მეგობრებო, ანუ ვიზუალურად. კარლოს, მოდი ტაისონს შეხვდი. ეხა იმ ვიდეოზე ჯერ კიდევ 6000 მოწონება არ მოსულა, რომელზეც ესენი გამოჩნდნენ. შემდეგ რომ მოვა, მათაც ეზოში გამოვშვებ, მეგობრებო. ველოდები რომ 6000 მოწონება დააგროვოთ. ამათ ეზოს გარეთაც უყურებთ. ამათ რომ გამოვშვებ. ფეხი არ ჩაყო, გოგო, მოიცადე, ზეინა, ჭკვიანად იყავი. ზეინამაც ერთ წამს დორას უგრინა. ეხა ზეინას ესეთი ხასიათი აქვს. ძალიან თავისად თulis, ძალიან მეჩვიანება, მეგობრებო.
სხვა ძაღლინო მოვეფერო, სხვა ძაღლი რო შემეხოს. მაშინვე მის წინააღმდეგ შეტევაზე გადადის. ეხლა ეს, ამან ნახე, ეხლა კარლოს მიადგა. ზეინა ჭკვიანად იყავი. ახალი მოყვანილი ზეინა ძალიან სერიოზულია. ანუ სხვა ძაღლებთან ზედმეტი სიახლოვე არ უყურს. ძალიან სერიოზული, თავისას გამტანი შვილია, ძალიან დომინანტურია. მისი ხასიათი ძალიან მომეწონა. ისიც ძალიან კარგია, რომ მეც თავისიანად მიიჩნევს. მიკროფონიც ისე ყელზე თოკით ჩამოვიკიდეთ. როგორც იცი, ძაღლებმა მიკროფონის ის ნაწილი გატეხეს. მოდი აქ. კარლოს იქ არ შეეხო. მოდი ბიჭო, მოდი. სათხარ ჩემოლომო. სათხარ ჩემოლომო ბიჭო, მოდი ერთხელ ჩავეხუტო. მოდი ერთად ვიჭიდაოთ. მოდი ერთად ვიჭიდაოთ, ა? ნახე ამას ერთი. თუ ამას თავს სასწორზე დავადებთ, მარტო თავი 50 კილო გამოვა. ვაიმე შვილო, ვიჭიდაოთ რო თქვი, ხუმრობით თქვი ერთი წუთით. შენ როგორც გინდა ისე მოიქეცი კარლოს. კარლოსთან ჭიდაობა შეუძლებელია, გოლიათიმითა. ვიდეოებში პატარა ჩანს, მაგრამ რეალურად რომ ნახოთ მიხდებით. ნახე კაროლინ, ისევ გაგჩვლեց კაროლინ. ნახე კანე კორცოებს უფრო ესეთი თამაში უყვართ, ხო მიხდი? ბავშვები ვით არიან? როტვეილერები ყოველთვის სერიოზულები არიან. ყველა თავის მხარესაა, ნახე. კარლოს. მოდი ბიჭო. ირბინე, ნახე ფეხები გაგეხსნას. ეხლა მათთვის დილის ვარჯიშის დროა ძმაო. აი კარლოსმა ცოტა გაისეირნოს. ამის შემდეგ მის უკან ჰექტორს დამოუშვებ. ჰექტორს ხვებთანაც ვცდით. ეხლა სანამ ერთმანეთს არ გადაუპირისპირეთ, მაქსიმალურად შევაჩვევთ ერთმანეთს. ჰარლი, მადლობა ღმერთს, უკვე ჩვენთან ერთად დადის. ხედავ? პირველად რომ მოვიდა, გარბოდა, ვოლიერში მიდიოდა, ნახე. ეშინოდა, ძაღლებთან საერთოდ ვერ კონტაქტობდა. ეხლა კი მაშალა, სულ ჩვენს გვერდითაა, ჩემო საყვარელო. ჰარლი ძალიან ლამაზი გოგოა, ძალიან ზრდილობიანი. მისი ეს ხასიათი ძალიან მიყვარს. და როცა მას სხვა ძაღლებთან ერთად თამაში სოციალიზებულს ხედავ, ეს ძალიან მაბედნიერებს, მეგობრებო. ზოგიერთი მეჩხუბება, როცა ძაღლებს ვასოციალირებ, ხანდახან ხო ჩხუბობენ, რა თქმა უნდა, მათაც უგებ, როცა ჩხუბობენ ადამიანები წუხან, მეც წუხვარ, მაგრამ ეს მათი ბუნებაა, მეგობრებო. ისინი ადამიანებივით არ დასხლებიან, ჩაის ან ყავას არ დალევენ, არ ისაუბრებენ და არ მოძებნიან საერთო ენას. ანუ ისინი დომინანტობით ცხოვრობენ. ძლიერი გადარჩება. თუ მდედრი მდედს დაიმორჩილებს, ის ხდება ლიდერი, თუ მამრი მამს დაიმორჩილებს, ის ხდება ლიდერი. ისინი ძალაუფლებისთვის იბრძვიან. ანუ მათი ბუნებიდან გამომდინარე, ჩხუბი სრულიად ნორმალურია. აქ რა არის მთავარი? ზიანის მილების გარეშე. სერიოზული დაზიანების გარეშე დაშველება და ჩარევა. გაიგეთ? მოდი. იმ სახლისკენ არ წახვიდა კარლოსი, ახლა იმ სახლის იქაურობას დააბიძვროს. მოდი კარლოს. ტაისონ მამა, გაგიშვა შენს ტაისონ. ჩემი საწყალი ტაისონი როგორ უყურებს ვოლიერიდან. ჩემო საყვარელო, კარგი შვილო, ცოტა ხანში. კარგი და ეს კარლოსი და ჰექტორი გაიარონ ბატონო. ეხლა კარლოსისა და ჰექტორისგან არაფერია გამორიცხული. შეიძლება ტაისონზე მიიტანონ იერიში, რის ბრძენ უწავალთ. ეხლა ესენი ცოტა ხანს ისეირნონ. მოდი ჩვენ სხულებთან წავიდეთ. ესენის კარგად ირბინონ მეგობრებო. მოდი. ნახე კარლოსმა ვოლიერებში შესვლას და თავდასხმად შეწყვიტა. ეზოს გარეთ სიცხეში გასეირნება ძალიან რთულია. მანქანები დადია, რისკიანია. ყოველ შემთხვევაში, როცა ეს ეზოში აჩვევებ, ფრთხილად შვილო. თავისუფლად უშვებ, ერთმანეთში ირბინონ და ითამაშო. მე რო დავასეირნო, ერთმანეთში ხმაურიანად თამაშისას იგივე ენერგიას ვერ ხარჯავს. ანუ ეზოში უნდა ითამაშოს მათთან ერთად. მე რო დავასეირნო, რა გამოვა? ასე თამაშისას ყველა კუნთს იყენებენ. ჰაერი თბილი რო იყოს და საღამოც იყოს. ეხლა მოდი ჩვენი ცხრები ვნახოთ. ბონჯუკ, რასაკეთებ ბონჯუკ? სად არის ჩემი სიმპათიური ბიჭი? სად არის ჩემი ქარიზმატული ბიჭი? მოდი ბიჭო, მოდი ულან. ულან, შენს ვირსებას ვეწირები, ასეთი კაცი არ არსებობს, ხო? ულან, კაცი სიარული, ყველაფერი ღირსება. მაშალა ჩემს ლომს. მარტო ახალგაზრდებო, თქვენ არ შეხვალთ. თქვენ არ უნდა შეხვიდეთ, გაიგეთ? რაჩერდი. ერთი წუთით კარლოსისაც ცოტა მეშინია. შვილო უკან უდანკვები კუდივით. ეხა ესენი ბევრნი არიან. რადგანაც მე ვარ გუნდის ლიდერი, ამიტომაც მე მომყვებიან. სადაც არ უნდა წავიდე, იქ მომყვებიან.
იგივე ლოგიკაა, როგორც ცხურის ან თხის ფარაში. რა თქმა უნდა, ესენი ცხურის ან თხის მსგავსად მარტივი არ არის. ყველაზე რთული ამდენი ცხოველის ერთად გაყვანა და მართვა. ამასაც მადლობა ღმერთს ვაკეთებთ. შვილო, თქვენ იქ დარჩით, კარგი? კარგი, კარლოს, თქვენ გაიციეთ, ნახოთ. ეხლა ძმაო, თუ ცხვრებისკენ შევალთ კიდე. კაბელი, მოდი, საერთოდ არ დაუხსო მათ ხასიათს. ეხლა ნახე, ეგრევე მზისკენ გადავიდნენ. საერთოდ არ შევაწუხოთ ისენი, ძმაო. ჩემს ბაღის სიმშვიდის კუთხესაც მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა, მაგრამ ახლა აღარ გამოვა. შემდეგისთვის იყოს. ეხლა ამ ლომებმა იარონ და ენერგია დახარჯონ. კარლოს ბაბა, როგორ თამაშობთ? ოდინი. შენც იმიტომ დაგაყენე გვერდიგვერდ, რომ დაწყვინდე გარეთ ნუ იყურები, შვილო. გარეთ ნუ იყურები, მოდი ვნახოთ. ახახა სად დავდე საბელი, როცა კარლოსი გამოვიყვანე. მართლა დამავიცდა ის. კარგი, მოდი წავიდეთ აქედან ისევ, მეგობრებო. კარლოს ბაბა და კაროლინი წავიდნენ. მოდი ჩვენ როტებისკენ წავიდეთ. მოდი ვცადოთ. დაგვესხმებიან თუ არა? ღმერთ მაქნას არ დაგვესხნენ. კარლოს, მამა ეს კაცი ძალიან მიყვარს. რა ბიჭია ესეთი ღმერთო? ღმერთმა დაგლოცოს შემოშვილო, დიდი ბავშვი ხარ, დიდი. სინამდვილეში ვიფიქრებდი, რომ ამ კანე კორსოების ბანდას ავიყვან და ზღვაზე წავიყვან. მაგრამ ამისთვის სათვირთო მანქანა სჭირდებათ. ჩვენი მანქანით ვერ წავიყვან, ყველა დიდია, შეხედე. თან ჩემგან ლექსი თხოვთ, მესენჯერს ვილებ. ყველას მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. მეგობრებო, ეხლა ხან ვიყიდეთ, როცა შეწყვილების დრო მოვა შევაწყვილეთ. ღმერთი ინებებს, ებებს. ლეკვები რო გვეყოლება, მაშინ შეგატყობინებ, ცოტა მოითმინეთ. იცით, თურქეთის საუკეთესო ლეკვები ჩამოვა. ჩვენი მამრები უმაღლესი დონის არიან. კანე კორსო, როტვეილერი, შესანიშნავი შვილები. მოკლედ, ცოტა მოთმინება გამოიჩინეთ, ინშალა მოვა. ეხლა ესენიც ყველა უკან მომყვებიან. უბრალოდ თქვათ, რომ როტები ჩემზე წამოვიდნენ, მაშინვე კარი გააღე ესენი შემოვიდნენ. ესენი დამიცავე. სხვა გასაკეთებელი არაფერი არ არის. დაიცადეთ, ნახო. ეხლა კარლოსი პირისპირ შეხვდა, აინახე. მამრი დაიძაბა, ტაისონ ბაბამ კუდი ასწია. ვაი, ეხლა როტვაილერების ბანდა, კანე კორსოების ბანდას უპირისპირდება. გარეთაც არის როტვაილერი, მაგრამ რამდენიმეა იყოს. მოიცადე, კარლოსი სერიოზულად მოემზადა. ვაი შვილო. ეხლა სიტუაცია დაძაბულია, მეგობრებო. სიტუაცია დაძაბულია. კარგი, ახალგაზრდებო და ისინი, ვინც თავს ახალგაზრდად ძნობს. ცხუბი არ დაიწყოთ. კარლოსი აქ რომ კერდი დაარტყა, შეიძლება ყველაფერი დაანგრიოს. კარლოს ზეინას ძალიან ნუაწუხებ, პაშა. ზეინას ძალიან ნუაწუხებ. სინამდვილეში იცი რა, როტების ყველას აქ მოუკრითავს. კანე კორსოებზეც ესეთ ადმის გავაკეთებ. ინსტაგრამზე ერთმა ბიჭმა კიდეც მომწერა, მითხრა, გალიების გვერდი დააყენე, მეგობრებო, ვერ დავაყენებ, რატო? ეხლა ესე უყურებთ, მაგრამ ჭამის დროს იჩხუბებენ, ამიტომ. საქმეში თუ საჭმელი ჩაერთო, ეს შეთანხმება მთავრდება. შვილო, ეხლა მე შიგნით უნდა შევიდე, მაგრამ როგორ შევალ? შვილო, ცოტა გამატარე, ნახე. დაჯა. თუ ესენი ჩემზე წამოვლენ, კარს აუცილებლად გამირე. შემოუშვი ყველა შიგნით. სხვა გასაკეთებელი არაფერი გვაქვს. დაიცადე, ზეინა, ნუ ერჩი კარლოს. ნახე ეხლა კარლოსი გაბრაზდება და დაგესხმის, შვილო. შუაში მე დამაგმეინებ, ნორმალურად მოიქეც. ხოჩაღ დორაც გაბრაზდა. გაჩერდ. ეხლა ძმაო, იმედია არ გვიკვენენ. რისკზე წავალ, ნახოთ. გუში. ძალიან დაესხმებიან თავს. ერთი წუთით გაიქეცი, არა. ერთი წუთით, შვილო. ძმაო, ყველა ჩემს გვერდითაა რა, მოიცადე. ერთი წუთით. ეხლა ვერ შევუტევ, კარის წინა ადგანა. გამოდი, შვილო. აიქი. კარგი. ჰადი, ღმერთმა დაგვიფაროს ამ საქმეში. თუ დამწყდეს, მაპატია ყველაფერი. სად არიან ჩემი ლომები? ეხლა ზურგს უკან მტრულად მიყურებს, ხო ასეა? ზურგი უკან მტრულად მიყურებს. შვილებო, ნუ მიყურეთ მტრულად. ეხლა უკვე მე დაგიცავთ, დაიგეთ. უბრალოდ ცუდი ისა, რომ თუ ვინმე დამიჭერს, ორივე ფეხს სამართმევს. მორიგეობით ჩამკიდებ ხოლმე, იცით? მოდი. წყლები, კიდევ აქვს წყლები. ჩემი გოგონები. ნახე, დაჯა ეხლა მიყურებს, ხედავ?
თვალი ჩემზე აქვს, მაო, ნახე, ყურსაც ისწორებს. ეს თავდასხმის მანევრია. ანუ თუ ზღვარს გადავწდები. თუ ეხა ვეცდები მოვეფერო, დამესხმება. მაგრამ ძმაო, თქვენი ადგილი საკმაოდ გრილია, ჰა? აქ მაგიდას და სკამს თუ დავდგამ, დავჯდები, კარგად უბერავს აქ. სასიამოვნო ნიავია, ძალიან კარგი ადგილი გამოგივიდათ. მოიცავ, ნახო, ეხა აქ დავიხლები. მოდი შვილო. ოი, ჩემო საყვარლებო, ოი, ჩემო საყვარლებო, ოი, ჩემო ლამაზებო. სად არიან ჩემი სიყვარულები? ეხა ზედმეტად კონტაქტში არ შევდივართ. აქ ცოტა გავიარო, ძმაო. აქ ცოტა გავიაროთ. წავიდეთ. შვილო, ამის შემდეგ თქვენი мама მე ვარ. მოусმინეთ ჩემს სიტყვას, წესიერად მოიკეცით. გამახარეთ მე, გაგახარებთ თქვენ. ნუ იჩხუბებთ, ნუ გააკეთებთ სუდ რამეს, ნუ დამესხმებით თავს, გაიგეთ? ნახე, დედალი, ნახე, ხედავ? თვალი ჩემზე აქვს, მაგარამზადოს. თვალი ჩემზე აქვს. მამრი მიეჩვევა. თუ დედალი დაესა, ისიც იძავება და ისიც უტევს ამჯერად. ამიტომაც გვაქვს პრობლემა. მოულოდნელად, კონტაქტში არ შევდივარ, თავი არ უნდა გავრისკოთ. ვინ იცის რა მოხდება? მოდი შვილო. დაჯა, მოდი. ტაისონ, მოდი. ტაისონ ბაბაოლეი. სად არის ჩემი შვილი? ძალიან ლამაზები არიან, ძმაო, რა ფიზიკა აქვს, რა ფორმები. ნახე იქედან დორას თავს ესხმია. მარტო დაინახეს ის. როცა ესენი ბევრნი იყვნენ, არაფერს ამბობდნენ. ის მარტო დაინახეს, ნახე. დორაც შემთან მოსვლა უნდა. აი ეს ჯიშების ყველაზე კარგი თვისებაა, ძმაო, ძალიან ერთგულები არიან. ანუ შენი ეს იმ იშვიათი ჯიშებიდანაა, რომელსაც უპირობოდ შეგიძლია ენდო. შენთვის მოკლავს კიდეც და თავსაც გასწირავს, ოჯახს დაგიცავს, ძალიან ერთგულია. ანუ შესანიშნავი ჯიშებია. მიყვას ესენი რა. ცოტა ჯიუტია, მაგრამ ეგ არაფერია. თუ ჯიუტი არ იქნებოდა, ისედაც ვერ შეძლებდა დარაჯობას. შენთან არ გააკეთებს, თუნდაც შეგეჩვიოს. მაგალითად, ჩემი მარლა, ჩემს ცხოვრებაში ნანახი ყველაზე ლამაზი როტვეილერია. ანუ, ნახე, თვალით კონტაქტს ვამყარებ, ძუ მაშინვე ყურებს მიწევს ჩემკენ. ამიტომ საერთოდ არ უყურებ თვალებში. თვალებით კონტაქტი დავამყარე. ეხა თვალებით კონტაქტი ნიშნავს გამოწვევას. დაიგეთ? თუ ეხა მას გამოვიწევ, მარტო რო იყოს, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ორნი რო არიან, პრობლემა იქნება. შვილო, გაიქეცი იქიდან. ძალიან ნუ გაამაღდები, ფეხქვეშ გაგიგდებ, ნახე დაჯა. ეხა აქედან გავიდეთ. ძალიან ბევრი ყურადღება მივაქციათ. გესმის შვილო, ტაისონის მოდის ერთი წუთით კარის წინ არ იჩხუბოთ, ბიჭებო. ერთი წუთი შვილო. ნახე, ტაისონმა ძალიან ცუდად შემომხედა. ნახე, ვინ არიან ესენი კარის წინო ჩხუბობენ. გამოდი იქიდან, ბიჭო. ისინი ეხლა იჩხუბებენ, მე ესენი გაბრაზდებიან და ჩემზე გადმოვლენ ამჯერად. გამოდი შვილო იქიდან. ჰეი! შეეხა ცოტა უკან დაიხია. ისინი გაიწიონ. არ მივახლოდე შვილო. შვილო. აქედან უნდა გავიდე. არა შვილო. მადლობა ღმერთს. რა მოხდა ბიჭო, რა იყო შვილო, ხო იწონებდი თავს. რა ხდება ბიჭო? თუ მართლა მამა თქვენი შვილები ხართ, მოდით. რა ხდება ბიჭო? შიგნითაც იგივეს გავაკეთებდი, მაგრამ არ მინდა რომ ისინი გაბრაზდნენ ან იჩხუბონ. მოდით აქ. კარგი, მოდი ზედმეტად არ გადავაჭარბოთ, ვიდეოში არ ესხმიან თავს. სხვა დროს სულ ხეფენ, მაგრამ კამერას რო ხედავენ, არაფერს ამბობენ, ძმაო. კარლოს ბაბა, ეხლა მოდი შენ აგიყვანო, პაშა. მერე ეფტორი გამოგაყოლოთ. მოდი კარლოს. ეხლა ვიდეოში ვარ და ამიტომ მოკლედ ვამბობ. მერე ისევ კარლოს გაუშვებ. ძაღლი მინიმუმ 1 საათი უნდა ისეირნოს, მეგობრებო. ვიდეოს დროს ექტორიც ნახეთ. მოდი აბა, მოდი ჭკვიანი იყავი. Haida, აბა. Haida, ნახოთ. მაშალა თქვენ. აიღებ ამათ და წახვალ ტყეში. ნახე ტყეში. დატოვე ტახი, მოდის დათვი, მოდის ლომი. ესენი ყველა დაიჭერენ და დაგლეჯენ, იცით? ყველა ერთად. ესენი ჩემი ლომები არიან. კარლოს ბაბა, მოდი. მოდი ფაშა. აი ეხლა შენ აგიყვან ჩვილო. ჰექტორი ძვაჩვენო ხავს. მერე ცოტა ხანში ისევ გაგიშვებ, ფაშა, კარგი? გადი, ნახე, ჩემი ლომი. თქვიანი ბიჭი ხარ. დიდი ბავშვი. არლი, ოხოდი არლი. ნორა. მაშალა თქვენ. ჰექტორ, მამა, მზად ხარ, პაშა. რატო არ შეჭამე ყველაფერი, მამა, ხო სულ გაძვომამდე გაჭმევთ. სად რა უნდა ჩადიო, ხო ასია შვილო? მოდი. იტალიელი პედაური.
შეჭირიმე. ნახე რა ღირსება ამ კაცში. ყველაფერი ღირსეული შეიძლება კონდეს ცხოველს. დგომაც, მზერაც, ყველაფერი ღირსება. ნატაშა შევიდა წყალში. ნატაშა დაგცხა. აჰა, შეხედე მათ, აუზი იქა. ქვაბში იცულავე შვილო. პლასმასის აუსაც ვიყიდი მათთვის, მაგრამ გააფუჭებენ. მოდი ექტორ. ირბინე შვილო, ირბინე ჩემო ბიჭო. შენ შემოგევლე. კაროლინიც ხო ყველა ძაღლთან მეგობრობს, ხედავ? კაროლინი ჯერ ერთხელაც არ მინახავს, რომ ვინმესთან ეჭხუბოს. ყველა შორის ყველაზე მეტად კანე კორსო კაროლინი მიყვარს ძმაო. გადარეული ვარ მასზე. ისეთი ჭკვიანია, ისეთი საწყალი, ისეთი უმანკო მზერა აქვს. მისი მზერა სულ უნკლავს. ხომ ასეა ჩემო ლამაზო გოგო? მამას ყველა უყვარს. ყველა უყვარს. ყველა. ესეთი ნახტომი აქვს. მოდი აბა. მოდი ირბინე. მოდი შვილო, მიდი აბა. წარმოიდგინე, საქმეზე მიდიხარ, ესენი ყველა გვერდით ხავს და უცებ ერთად გარბი ხარ. წარმოიდგინე ეს სურათი. მოდი შვილო, მოდი. კარგი პუსად ბაბა, შენს გაგიშვებ. რიგრიგობით შვილო. ნუ ჭკარობთ აბა. ჩვენი ბანდაც ენერგიას რომ მოიშორებს. სუებთან პრობლემა არ გვაქვს, როგორც უნდათ ისე იაროთ. ხვადები კი რიგრიგობით. აი ასე. ხალბატონი მარლა სად წავიდა? მარლა, მოდი. მარლა, ნახე, იქ ყოფილა. მარლა, ეხლა უკვე მოხუცია. მას აღარ აქვს ისეთი ენერგია, როგორც ამათ, მეგობრებო. ჩემი გოგო უკვე 10 წლის გახდა. ღმერთმა ჯანმრთელობა და გრძელი სიცოცხლე მისცეს. ამიტომაც თუ ადამიანის წლოვანებით შევადარებთ, უკვე 70 წლისაა. ძავლის 1 წელი 7 ადამიანის წელია. ეხლა რომ 70 წლისაა, აბა რა მდგომარეობაში იქნება ჩემი გოგო? სწრაფად იღლება. ჩემო დედოფალო. რა ხდება, ჩხუბი დაიწყო. ხვები ისმის, ნახე. ეს ადგილი, ეს მექანი მათი საკუთრება. ეს მექანი თითქოს მე აუშენე, მათთვის, ჩემზე მეტად ყველა იქ ატარებს დროს. შეცელქებო, მოდი აქ. მოდი. მოდი თუ ნახოთ. ექტორ, მოდი. საბედნიეროდ ყველაფერი კარგადაა, არავინ აგზნებულა, ხედავ? ჩხუბი არ ყოფილა. ცოტა მისგან მოვერიდე. ექტორ ბაბა. მოდი შვილო, ხალხმა შენი ღირსება ნახოს. ექტორ ბაბა ეხა შიგნიდან და გარედან იწმინდება. შიგნით არსებული სიბინძურე გამოიტანოს. ვაი, შენ შემოგევლე. სიდიადე რა სიდიადეა. იცით რა, ამას თუ ვინმე შორიდან შეხედავს, ზაღლი კი არ გონია, ჯაგუარი გონია, დალოცვილი. ჯაგუარი ვითაა. ბიჭო, შეხედე ამ სიდიადეს. შეხედე ამ კისერს. მოდი, ერთად ვიჭიდაოთ. მოდი, ერთად ვიჭიდაოთ, ა? დიდი ბავშვი ხარ, მოდი ვანკოცო. მაშალა ჩემშვილს. ნამდვილი ტანკია. როგორ ბედნიერდებიან, ხო ხედავ? ძმა, უნდა გიყვარდეს, ისინი ყველა ბავშვივით არიან. ყველა გძნობს რომ უყვართ, ყველა როგორ ბედნიერია, ხედავთ? როცა ვხედავ რომ ისინი ასე ბედნიერები და მშვიდები არიან, მე ძალიან ბედნიერი ხდები. მათთან ერთად ცხოვრება სიმშვიდეს მანიჭებს, მეგობრებო. მართლა ზოგჯერ მეკითხებიან, იღლები თუ არა? ვიღლები, ძალიან ვიღლები. ჰავის სიცხე როცა ცივა, სიცივე ცალკე პრობლემაა. ვიღლები ზოგჯერ მეზიზღებან, ბეზრდება, მაგრამ ექტორ! მაგალითად, ისევ მომბეზრდა, კიდევ იქშარდავს, ნახე? გარეთ, უსინდისო. მაგრამ მიყვას და ვერ თმობ, ძმაო, რა ვქნა? მუსლიმ ბაბას რო უთქვას, ადამიანი თავის ბედს განიცდის, რაც წილად ხდება, იმას ირებს. ჩვენი ბედიც ესეთი ყოფილა, მეგობრებო. გადადი შვილო, შენ ზედმეტად ბევრ შარდავიქ. გონიერად მოიქეცი. ესენი სიამოვნებას მანიჭებს. მოდი. მოდი გარეთ, მიდი. ისევ იქ შეგროდით. დედე, ხმა არ გამოგდის რა. დედე. იქ კაცივით უნდა იდგე. კარგი მეგობრებო, ეხლა ექტორ ბაბაც იაროს. ნახევარი საათის იაროს, მერე ისევ კარგოს გამოვიყვან. დღესაც გადავწყვიტე შვილები გაჩვენოთ. თან როტვეილერების ბოლომდლომარეობა და კანე კორსოების ბანდაც ახლოდან ნახოთ მინდოდა. საბედნიეროდ სოციალიზაცია წარმატებით მიმდინარეობს, იმედია ეს წესრიგი არასდროს დაირღვევა. ყველა ასე ნელ-ნელა ლამაზად და კარგად ეწყობა ერთმანეთს. მეტი შვილი შავთავთ ამ საქმეში. ესეთი ოცნება მაქვს, წარმოიდგინე, ამ ფერმაში ყველა ძაღლი რო შევარიგო. ყველა ერთად იყოს, ყველა ერთად უყურო.
რა კარგი იქნებოდა, მაგრამ რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ, მეგობრებო. მოდი, ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწერა. კარგად იკავით, ნახვამდის. კარგად იკავით, მეგობრებო.